მაშ გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად არის. მოვა მაისი, მოდის მაისი. ანუ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თვე დგება მაისი და კელტურ ტრადიციებში ბალტაინ, ანუ ვინც ცოტათი ერკვევა მიხვდებით. ეხლა ძალიან ბევრ რიტუალებს აკეთებენ ამაღამ, რო თენდება 1 მაისი, 10 აპრილია თუ დღეს უყურებთ, თუ არა და ხოლმეც არ იქნება გვიან. იმიტომ რომ მთელი დღე გრძელდება. სასიყვარულო მაგიებით დაწყებული, ესე იგი, მოზიდვის, გაწმენდვის, ფინანსების, რა ვიცი, ანუ ყველაფერი რაც რა თქმა უნდა ემსახურება სიკეთეს, ხო? ჩვენი სურვილების კეთილ შესრულებას. ხო. და აი ესეთი მაგიური ღამეა, აი ესეთი ორი შესაბამისი ტაროები ავიღე, ეს არის წლის ბურბალი და Celtic, Universal Celtic, ანუ პირდაპირ კელტური ტარო და შეგიძლიათ ან პირველს, ან მეორეს მოусმინოთ, ან დაუყუროთ ორივეს. აი პირველი. აი მეორე დავდებთ, რომ მაინც აირჩიოთ, ხო? სანამ გავშლი და ორიოდე სიტყვით რჩევას მოგცემთ, რომ საერთოდ ყველასთვის კარგი იქნება, რა თქმა უნდა, პოზიტიურობა, რა თქმა უნდა, აფირმაციები, რა თქმა უნდა, ლოცვები, რა თქმა უნდა, მედიტაციებიც, წარმოსახვა უნდა კონდეს პირველ რიგში. ნახეთ, თუმცა ადამიანი მიდის ადებთან, ასე ვთქვათ, ხო, პროფესიონალ ადებთან და რაღაცა დახმარება უნდა მას. ანუ პირველი, თუ ის პროფესიონალია, რა თქმა უნდა, და თავის საქმის მცოდნეა, ჯერ ის რეკლამას არ გაიკეთებს. არ გეგონოთ, რომ რეკლამას იკეთებდეს, ანუ მართლა მცოდნე და ადებტი ადამიანი, რომელიც არის ძლიერი. ის რეკლამას არ გაიკეთებს. ხო, მას არ ჭირდება რეკლამა, ის უფრო ჭრდილშია და მან იცის, რომ როცა საჭიროა ის გამოჩნდება და პლუს ვინც საჭიროა ის მივა მასთან. ჯერ ერთი, იმიტომ რომ სამყაროსთან შეერთებული ასეთი ადამიანი. მერე მეორე, დაფარულშია საერთოდ ესეთი ადამიანები არიან დაფარულში. ის არ ჩანს, ნახე, ეხა ძალიან ბევრი ვიღაცა ჩანს, ხო, ქართულ სივრცეში. ხო? მაგრამ აი ესეთი მცოდნე, მართლა პროფესიონალი, მართლა ძლიერი, ეხა ტაროს არ ეხება, ნახე, ტარო შეუძლია ყველამ გაშალოს, ყველამ ისწავლოს, ბოლო-ბოლო ინსტრუქციას წაიკითხავს, აგერ და ინსტრუქციულად გაიგებს, ხო? თუ ეხა არა აქვს ისეთი ცოდნა და ვთქვათ, ისეთი ინტუიცია წარმოსახვა, სადაც უკვე კითხულობ. თუმცა არის ისეთი ტაროები, როცა მაგალითად კითხულობ სიტუაციას რა, პირდაპირ კითხულობ. ეს სხვა საქმეა. მაგრამ მე ვიცახი სხვა პროფესიონალ პრაქტიკებზე, სხვა ადებტებზე, მართლა მისტიკოსებზე, მართლა მაგებზე, ალქიმიკოსებზე, ადრე რო ერქვათ. ხო, აი ესეთებზე, რომლებიც არიან, ბევრი არ არიან, ცოტა არიან, მაგრამ არიან. ხო და პირველი რომ მიდიხარ მასთან რაღაცისთვის, ხო? დასახმარებლად მიდიხარ, რა თქმა უნდა, მიდიხარ რაღაც ჩვენი პრობლემის გადასაწყვეტად, ხო? და შენი ცხოვრების კეთილ მოსაწყობად. პირველი მას ის შენ უბრალოდ გეუბნება. წარმოსახვის უნარი გააქვს, ანუ წარმოსახვა. ნახეთ, ეს იმხელა რაღაცა არის, რომ ადამიანს თუ არა აქვს წარმოსახვა, აი ჩვენ რო ფანტაზიებს ვეძახდით, ჩვენ რო ოცნებებს ვეძახდით, ხო? ჩათვალეთ, რომ წარმოსახვა არის იმდენად ძლიერი რამე, რომ ჩვენ ეს უნარი, ეს ცოდნა დაგვიხურეს. ბავშვობაში ყველას ჰქონდა ეს, მაგრამ მერე რო გავიზარდეთ, რატომღაც ეს ოცნებებია, ეს ილუზიებია, ეს ყველი სურვილები, აი ესეთი ფრაზებით
დაგვიხურეს ამ დროს ის ნამდვილი ადებტი, ხო? მე ვისაც ახლა ვსაუბრობ. ყველაფერს აკეთებს წარმოსახვით. ნახე? იმ ხელა ძალა აქვს. ის ხელებს არ ხმარობს, აი როგორ თქვა. ну ხელებს ახლა შეიძლება ხმარობს, მაგრამ მე ვიცახი არ ჭირდება მას ხელების დახმარება. ანუ აი ეს იდგება წარმოსახვით და თუნდაც დისტანციურად. ანუ აი ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანი თქვა ცუდად გრძნობს თავს, რაღაცა სერიოზული პრობლემა აქვს და ურეკავს და ტელეფონიდან სხვა ქალაქში 1000-ობით კილომეტრი დაშორებული და ტელეფონიდან ანუ ის უსწორებს, უგვარებს იმ ჯანმრთელობის პრობლემას, იმ რაღაცა სიტუაციას და ადამიანი კარგად ხდება და ესეთი არაერთი ფაქტი არსებობს. აი ეს არის ნამდვილი ადებტი. თუ გაინტერესებდათ, ეს არის ნამდვილი მისტიკოსი, ეს არის ნამდვილი ისეთი ადამიანი, რომლებიც არიან თითით ჩამოსათვლელები, არიან ცოტანი მცირედნი და ისინი არ ჩანან და უმრავლესობა ესეთები არიან მეცნიერ აკადემიკოსები და აქვთ ძალიან დიდი წოდება. იმიტომ ძალიან დიდ ცოდნას და განათლებას მრავალფუნქციონურს და აი ესეთ მრავალფეროვანს ისინი ფლობენ. და იმიტომ რომ ცოდნა არის სინათლე. ხო. აი ესე ჩემო კარგებო. ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ უბრალოდ ამ ღამინდელ ღამეს და ხვალინდელ დღეს, ხო? Beltane, ანუ რასაც ახლა ჩვენი აი ესეთი დიდი წინაპრები, ხო? Beltane. ეს არის ესეთი დღესასწაული, სადაც იწყება პირველი ზაფხულის აი ესეთი დღის და ნათების სეზონი. და ამ დროს ну, ასე ვთქვათ, ღმერთი ბელტეინი, მაშინ ახლა კელტურ ასე ვთქვათ, მითოლოგიაში ვიცით ხო არიან ესეთი კერპთაყვანისმცემლები რო იყვნენ, ბუნების ტყის ღმერთია. და რა შვებოდნენ, ნახეთ, ცეცხლს ანთებდნენ. და კარგია სანთლების ანთება, რა თქმა უნდა, სანთლის მაგია. და რა თქმა უნდა, ეს რიტუალური ესე იგი სანთელი, რომელსაც აანთებთ, სურვილს რო ჩაუთქვავთ, ჩაიფიქრებთ, რასაც აკეთებდით რა, ასე ვთქვათ, აი ესეთ დღეებში და ხო იცით, ახლა გსმენიათ, ვინც ახლა მემიყურებთ. ხო და ძალიან კარგია გარეთ გასვლა და სახლთან რამე ხის მოიარე თუ არ იქნება, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს მწვანე ცოცხალი ხე, ხო? გამხმარი არა. იმ ხესთან მისვლა ლენტებს კიდებენ, სურვილებს ჩაუთქვავენ, შეყვარებულებისთვის, სიყვარულის მოსაზიდად აკეთებენ ასევე მადლიერებას, თვითონ სამყაროში უშვებენ ამ სიყვარულს, მადლიერებას, ეფერებიან ბალახებს, სცენარეებს, ანუ ბევრი რაღაცა, მე ხა კარგს ვიცახი. მე არ ვიცი ხა ცუდებს თუ აკეთებენ, ალბათ აკეთებენ, იმიტომ რომ ბოროტებს რა გამოლევთ, მაგრამ არსებობენ ნათელი ადამიანებიც, ხო? მადლობა ღმერთს და რომლებიც იღწვიან სინათლისკენ, მშვიდობისკენ და სამყაროს ჰარმონიისკენ, ხო? ტოლვა აქვთ ასეთი. და მათ სურთ, რომ ესე იგი ადამიანებმა გაიუმჯობესონ ცხოვრება, იყვნენ ბედნიერები, იქონდეთ ყველას დაბალანსებული, ჰარმონიული ურთიერთობა ყველასთან. არ ვიცი, ხა ამ კამერტონს თუ გრძნობთ 528 მეგაჰერცი, ეს არის გულის ჩაკრა, ანჰატა, რომელსაც ხსნის, წმინდავს და ყველანაირ უარყოფით სტრესის მომხსნელი. ესეთი ვიბრაცია აქვს.
528 მეგაჰერცი იცოდეთ. ხო და მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო. მნიშვნელოვანი დღეა და როცა ეხა ვიცით ხო ეს წინაპრული ისეთი ასეთი ძველი დაფარული ცოდნები აღნიშნავენ ხო? ამიტომ ჩვენც ახლა ავანთოთ სანთელი არა აქვს მნიშვნელობა ხეში ეგრეგორში რომელში ხარ ქრისტიანული ეგრეგორი რო ხარ მე ის არ შეიძლება ანუ აი რა არ შეიძლება კი არა შენ მშვიდობას სიყვარულს მადლიერებას გამოსცემ და უსურებ სამყაროს და შენ სირგვლივ ყველას და რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რომელ ეგრეგორში ვარ ხო ქრისტიანულ ეგრეგორში ვარ კი ბატონო დავიბადე მართლმადიდებლად და ვაღიარებ ქრისტეს და რა არის ღმერთი არის სიყვარული. სიყვარულია ღმერთი და ღმერთმა რა თქვა? ღმერთმა თქვა დაიცავი სიმართლეო. აი ესია ღმერთი სიყვარულია და არა მორჩილება. ხო და ნახე თან სახარებაში რა წერია. წერია რომ ადამიანს ყველაფერი უბრუნდება 30, 60 და 100 მაგათ სიკეთეც და ბოროტებაც. ანუ რატომ? იმიტომ რომ ეს არის რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას მომენტი, იგავი, ხო? უნდა გასცე მადლიერება, სიყვარული, სიკეთე და მოგივა 30, 60 და 100 მაგათ აქვე ამ ცხოვრებაში. მთავარი ლოცვა, ჯერ ლოცვაა საქმე, ანუ ცოდვების მონანიება და მერია უკვე საქმე, ანუ ფიზიკური შრომა, საქმე, ანუ რა ხდება, ეხლა რა აზრია ამაში, ლოცვა რა არის? ლოცვა არის თუნდაც მედიტაცია, თუნდაც აი ეხლა რაც თქვი, ხო? გასვლა ბუნებაში, ღმერთთან საუბარი. არაა მნიშვნელოვანი ეხლა მაინდა-მაინც აიღო ლოცვანის წიგნა კი, ეხლა ყველამ ვიცით, მამაო ჩვენო ღვთისმშობელო ქალწულო უფალო იესო ქრისტე პატარ-პატარა ლოცვები, მაგრამ თუ მაგალითად არ გინდა შენი სიტყვებით მადლობა გადაუხადო. შენი სიტყვებით თხოვო რაც გინდა. და კიდევ რა, ღმერთი ხილული სახით დადის ხალხში და თანაც ძალიან ბევრი სახით. და არაა მარტო ეკლესიაში ღმერთი რო ეძებთ. არ არის ასე. შეიძლება ვიღაცა უცნობი, უცხო ადამიანი მოვიდეს და ისეთი რაღაცა გითხრას, რასაც შენ ესე კი ელოდები, ან ისეთი მინიშნება მოგცეს, რასაც ანუ შენ მერე შეიძლება გაიაზრო და მიხვდე. ანუ ხდება ესეთი რაღაცა. იმ მომენტში ჩართვა ხდება და რთავენ იმ ადამიანს. ის ნათელი შენი მფარველები, ანგელოზები, წმინდანები, ღმერთი, ვინც გინდა ის დაარქვი. ნათელი ძალები, რომლებიც ყოველთვის ეხმარებიან ადამიანს. აი ესე. ხო და შენ თუ გექნება ეს რეზონანსი სამყაროსთან, ბუნებასთან, მაგას რა ჯობია? ხო და ხა ესეთი დღე არის, ხო? მაგიური. ავანთოთ სანთლები, საკმეველი, ძალიან კარგია წმინდავს. ვისურვოთ მშვიდობა, მადლიერება მოუხადოთ, რაც გვაქვს იმისთვის, წავიკითხოთ ლოცვა, რაც გვინდა, რაც ჩვენს გულს გაუხარდება, აქ დაძალება არ არის, ანუ საჭირო, რაც შენ გინდა და იგივე შენი პრობლემა თუ არის რაღაცა, შენ შეგიძლია შენი სიტყვებით თქვა განმარტო. მოკლედ, მაისის ენერგიებს ვნახავ ჯერ და მერე გავაგრძელოთ უკვე პირადად, პირველი ვარიანტი. წლის ბორბალი. როგორი იქნება მაისი? მაისის ენერგიები, რას მოგვიტანს მაისი? გამიგრძელდა, ეხა ისევე არ მინდოდა, მერე გადავდივარ ხოლმე ძალიან ქადაგება გამომდის. ხო და როგორი იქნება მაისი? მაისის ენერგიები, პოზიტიური, კარგი, ოჰო, აქ რა ხდება? ან პირადზეა საუბარი? ეხლა ანუ ბევრი რო არ გავაგრძელო, ზოგადია ეს გაშლა, პირადზე ვამბობ მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა ყურებისთვის, ვინც მიყურებთ, ვინც მიკომენტარებთ, ვინც მილაიქებთ, ვინც შემოდიხართ, ეხლა ხშირად ვერ შემოვდივარ, იმიტომ რომ მეც ჩემი საქმეები მაქვს და სულ ვითარდები და სულ პროცესში ვარ. ტაროს არ ეხება. საერთოდ სამყაროსეული აი ესეთი კანონების პროცესი მაქვს აღებული შესწავლის.
სრულ ფასოვნად, საფუძვლიანად, იმიტომ რომ სპეციალისტი უნდა იყო. მე ვფიქრობ, ადამიანი თუ რამეს მუკიდებ ხელს. ეხლა რა ხდება, ნახეთ, ხო, და ანუ ყველას არ ეხება, ეს არის ზოგადი ენერგიები მაისისთვის და აქ გვაჩვენებენ ზუსტად იმას, რომ ვისაც გააქვთ რაღაცა სწავლის სურვილი, თქვენი ესე იგი როგორ გითხრათ, აი გინდათ რომ აიწიოთ კვალიფიცირება, რაღაც სპეციალობა, ხო? კარგი პერიოდია მაისის თვე, დააბანდეთ ფული, იმიტომ რომ ცოდნაში, როცა აბანდებ ფულს, ყოველთვის ინვესტიციაა. სამყარო მოგაწვდით რაღაც ინფორმაციებს. აღდგენა მოდის, მაგრამ ნახეთ, პირად ფლანგზე არის აქ დარდი. ეს არის წარსული. შეიძლება წარსულ ადამიანზე, რომელიც ჯერ კიდევ არის თქვენს ქვეცნობიერში, შეიძლება თქვენ თქვათ, რომ აი გაუშვი აღარ მყავს, მაგრამ ქვეცნობიერს ახსოვს ის ხო, ანუ ცოცხალი ორგანიზმია, იქ ყველაფერი ილექება და ნახეთ, ისტრამვა. რომ გონიათ, რომ თქვენ წააგეთ და წაგებული წამოხვედით ამ ბრძოლიდან, ესე არ არის. და ამიტომ მაჩვენებენ, რომ აი აქ ქვეცნობიერში რაღაც პრობლემა, ანუ ნეგატივია, ჩამჯდარი. და აქ უკვე იბლოკება ის რაღაც, კომპლექსი ხდება და ამიტომ დაკვირვებული უნდა იყოს ადამიანი, ამოიღო ის პირველადი პრობლემა რაც იყო სიღრმისეული, რამაც გამოიწვია, უნდა გაარკვიო რა, ანუ შენ თავში, შენ თავის კურნალში უნდა გახდე და გადაიტანო ეს ყველაფერი დადებით ენერგიაზე, ანუ რაზე ხალისი, რაც გიყვარს იმის კეთება და დადებითი ენერგიის გაცემა დილიდანვე და არა უარყოფითი. რომანტიული ადამიანი უნდა გახდე, აი აქ ზუსტად ეს არის მითითებული, რომ ისევ არ ჩავარდა დეპრესიაში და უკან არ დაგიბრუნდეს ის, ანუ რაც ეხლა თქვი, რომ ადამიანიო, რასაც გააკეთებსო, ხო? 30-ჯერ, 60-ჯერ და 100 მაგად დაუბრუნდება უკანო. რატოა ეს ნათქვამი? ანუ მარტო გაკეთებაზე არ არის აქ საუბარი, აქ არის ფიქრებზეც საუბარი. ის ფიქრებიც, ანუ არ იკარგება, სამყაროში არაფერი არ იკარგება და რომ ისევ არ ჩავარდე დეპრესიაში, რომ ისევ არ დაიძრგუნო თავი, რომ ისევ შენ თვითონ არ გაითვალო შენი ცხოვრება, შენი უარყოფითი ფიქრებით, აზრებით არ გამომივა, ესე იქნება მომატყუებს, გამყიდველია, მოღალატეა, გამომყენებელი, ანუ აი ეს უარყოფითი ესეთი ფიქრები ამოიღე და მიენდე სამყაროს და მიენდე ღმერთს, ანუ აქ მთავარია რწმენა და იმედი და ვნახოთ აბა მაინც რას გირჩევენ პირველ ვარიანტო მაისის თვე. დაფარული ცოდნები, ინტუიცია. ვინც ეხა მიყურებთ, ხართ დაინტერესებული დაფარული ცოდნებით, ინტუიცია გაქვთ ძლიერი და იაქტიურეთ. მოგეცემათ შანსი, შეიძლება უფრო გააღრმავოთ თქვენი ცოდნები და ბოლოს გახდები აი ესეთი ჰარმონიული იმპერატრიც, ანუ რას ნიშნავს? შენი ცოდნა რო გაღრმავდება და შენ რო გახდები, ესე იგი შენი ცხოვრების ფლობელი და შეიძენ იმ ძალას, დაფარული ცოდნებით აიმაღლებ ინტელექტს, სამყაროს კანონებს შეიცნობ, შეხვალ რეზონანსში სამყაროსთან, დაამყარებ ახლა კონტაქტს და უკვე შენ შეერთებული ხარ, შენი განამარტო გონებით, არამედ გულითაც ეს ორი ერთად განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერთად უნდა ვიბრირებდეს, მიიღებ გადაწყვეტილებას და უკვე აი ყველანაირი ეს დაბრკოლება, რაც მანამდე იყო შენ ცხოვრებაში, აღარ გექნება, იმიტომ რომ მოვა იდეები, მოვა რაღაც სიტუაციები, მოვა ასევე რაღაც აი ესეთი ადამიანები, შეიძლება მინიშნებები სამყაროდან, რომ შენ ამ სიტუაციიდან გამოხვალ. აუცილებლად გამოხვალ, იმიტომ რომ ახალი დასაწყისია და აი რაც მთავარია, მოზიდვის
ენერგეტიკაში შედიხარ უკვე, როგორც ქალი. ქალი რა არის? დედამიწა, ხო? რა არის? მატრიარქალური აი ესეთი ენერგიაა. დედამიწა, რომელიც ცოცხალია და სულ ნაყოფს გამოიღებს. ქალიც, რომელიც მომავალი დედაა, ხო? მისგან იბადება. ადამიანი სიცოცხლეს ჩუქნის, ანუ აი ესეთი ენერგიებით მოდიხარ უკვე. მაქამდე შენ, ეხა ჩვენ რას ვაკეთებთ პროგნოზირებას, ანუ შენზე დამოკიდებული ამოიღე ეს უარყოფითი ფიქრები. გასაგებია, რომ რაღაც მოხდა, წამოხვედი იმ ურთიერთობიდან დამარცხებულად გრძნობ თავს, შეიძლება აი ესე გამოიტირე ის წარსული რო იტყვიან, ხო? მაგრამ შენ ქვეცნობიერს ხო ახსოვს, არა? ეს უკვე ბლოკია. ბლოკი, რომელიც გიჭერს და არ გიშვებს წინ, ანუ წინააღმდეგობები გეღობება. ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი? შენი თავის შემოძახება, წინ იმედიანად ყურება და რო იტყვიან დიახაც, მე ვიმსახურებ ყველაფერს კარგს. აი ესე საუბარი. ეხლა გადავედით მეორე ვარიანტს, ეს არის Celtic Tarot card, ანუ კელტური ტარო. ნახოთ მაისი, როგორი მოდის მაისი, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია მაისის თვე. Beltane. აბა მაისი, როგორია მაისი. მეორე ვარიანტისთვის რას მოუტანს მაისი? რა საინტერესოა. აქ ნახეთ, აქაც ანუ რაც მთავარია, ეხა მე ამოტრიალებულ კარტებს არ უყურებ ხოლმე, ნათქვამი მაქვს და ასე მაქვს დაპროგრამებული ჩემი დასტები, მაგრამ რახან თავისით ამოტრიალდა ეს კარტი და ეს არის უარყოფითი, შიშები, შფოთები, ნერვიულობა, სტრესი, ამიტომ ამოტრიალებული, წავიკითხოთ დიახაც, ყველანაირი შიში, ყველანაირი უარყოფითი ფიქრები, განცდები, დარდები მიდიან ის დიდი აი ესეთი ანუ გველეშაპი ეს მეტამორფოზული, რა თქმა უნდა, ესეთი სიმბოლოა ამ კარტში, მაგრამ სინამდვილეში ეს გველეშაპი არის რა? ჩვენი აი ესეთი ძალიან ბევრი უაზრო ფიქრები შეიძლება ითქვას. ქაოსური ფიქრები. რო სადაც აი ვერ ვლაგდებით, აი სახლი რო გაქვს არეული და რო არ იცი საიდან დაიწყო დალაგება და ქაოსი როა და რო აი წარკვეთილი ხარ, ვაიმე რა, საიდან დავიწყო, რომელი იმიდან და ანუ რა ბოლოს მიადგები და ნუ დაალაგებ და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენ. ხო, რაღაც აი ესეთი მომენტია. და ამის გამო არის სტაგნაცია, ანუ თქვენ გონებაში აქაც არის არეულობა. და ეს არეულობა გამოწვეულია სტრესით, ნერვიულობით, ჩხუბით, პარტნიორია, სიტუაცია, რაღაც ვითარება. ნახე, აქაც მაგიური ის არის, რა, არ მინდა ამის უარყოფითების თქმა, მაგრამ არის გავლენა, მაგია. მაგრამ რაც ვთავარია, არის გამოსავალი. გამოსავალი არის ადამიანი, მამაკაცი ამ შემთხვევაში თეთრი რაშით, ხო? რომელიც მოისწრაფის თქვენ ცხოვრების, ასე ვთქვათ, რაღაც ეტაპში, ანუ მაისის თვე იქნება თავიდან არა დასაწყისი, არ შეიძლება აი ესე შუა ბოლოსკენ და აქტიურად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ან თქვენ გააქტიურდებით ისე, რომ ჯერ ერთი დაბალანსებას იპოვით, ანუ თუ აი ეს ქაოსი არის და რასაც მაჩვენებენ, ხო? აი ამ ქაოსს დააბალანსებ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა დაალაგო. როგორც სახლი უნდა დაალაგო, ასევე შენი ფიქრების და შენი სული უნდა დაალაგო, რომ მერე იცოდე სად წახვიდე და მაინც რას გეტყვიან, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია მაისის თვე, რა გელოდებათ? რას გეტყვიან? გამარჯვება გელოდება, ჩემო კარგო.
აქ ახლა სხვადასხვანაირი ვარიანტია ამ გამარჯვების. შეიძლება ადამიანი, რომელსაც ელოდები დიდი ხანია და შენ ცხოვრებაში თითქოს დაიკარგა ისევ გამოჩნდეს, ან მოდის ახალი ადამიანი, მოდის ახალი დასაწყისით და მაისის თვეში მოხდება ეს. ან გაიცნობ ახალ ადამიანს, ხო? მაისის თვეში ახალი დასაწყისი, ახალი ადამიანი და გამარჯვება. ანუ დაალაგდება ეს შენი. აი, გულდაწყვეტა გაქვს წარსულზე, ნახე როგორ, რომ წამოხვედი სიტუაციიდან, მდგომარეობიდან, ვითარებიდან, იყურები მაინც უკან. რაღაც იყურები იქ. წამოდი რა წინ დაადექი გზას, დაამთავრე. აი ეს არის რომ გაგდებ სტაგნაციაში და გირევს ქაოსი რატო გაქვს გონებაში. და მიდიხარ ბრმასავით. არა, უნდა დაამთავრო, გაუშვა. იმიტომ რომ გასაგებია რომ ძალიან გრძნობიარე ადამიანი ხარ, აგერ ამოდის ქალი. ხო? ძალიან გრძნობიარე, სენსიტიური. მაგრამ იმარჯვებ, მოდის ადამიანი. მოდის ახალი ადამიანი, ახალი დასაწყისით. ეხლა შენც უნდა რა დაალაგო, რომ როგორც ახს ალაგებ, ასევე შენი ფიქრები. იმუშაო, ნახე, სამუშაო გაქვს. სამუშაო გაქვს შენ თავთან პირველ რიგში. აქაც იგივეს მაჩვენებენ. არ ვიცი, სხვადასხვა ენერგეტიკის კარტებია და თითქმის პასუხი ერთი და იგივე, ორივე, ანუ წესით ორივე ვარიანტს იგივს თითქმის, ანუ ერთნაირი სიტუაცია ამოსდის, ოღონდ ეხა საჯარო გაშლა რა თქმა უნდა, მე ზოგადად ენერგიებს ვეხები, მაგრამ სამუშაო გაქვს შენ თავზე და აქ რაც თავარია მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა, აუცილებლად ბუნებაში გასვლას ითხოვს ეს დასტა. ანუ არ ვიცი ხა როგორ ხარ თხეებთან, მცენარეებთან, ყვავილებთან, მაგრამ აი წყალი, ბუნება, ხეები თუ გეკდებათ მომენტი აუცილებლად გადით. ეს თქვენ აგავსებთ ენერგიებით და ის დაბალანსება, რასაც ანუ მაჩვენებენ, ზუსტად აი ამ ტყეში წყალთან, ბუნებასთან, ყვავილებთან, ნახეთ ყვავის ეს ქალი. ყვავის და ზუსტად გაზაფხულის პერიოდია. აი კარტი მეტყველებს, თვითონ საუბრობს და დაბალანსებაც იქნება და აქ შეგიძლიათ უკვე აი რო აივსებით ენერგიით, უკვე იმუშაო მერე შენ თავზე უკვე უფრო მეტად ნახე გაიფანტება ის რაღაცა აი ქაოსია ეს გველეშაპი, ხო? ტვინში როა ქაოს რო ქმნის და უკვე დაალაგებ ყველაფერს. რაც თავარია შენ აქტიურობაც ამოგდის ამ შემთხვევაში სტაგნაციიდან გამოსვლა და გამარჯვება. ანუ მაისის თვე ძალიან კარგი იქნება. პირველ რიგში უნდა იმუშაო შენ თავზე. მოკლედ პირველისთვისაც და მეორესთვისაც რა ვიცი, გადასარევი რჩევები და გადასარევი პროგნოზია. მთავარია თქვენ თავზე იმუშაოთ, გჯეროდეთ, გწამდეთ, თქვენ ხართ ძლიერები, თქვენ ყველაფერს შეძლებთ და გილოცავთ ბელტაინ მაისის შემობრძანებას და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს მაისის თვეს თქვენთვის. ანუ რასაც ელოდებით, რაც გულით გინდათ, შეგსრულებოდეთ და თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, მომწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ იცით რომ ჩემი არხი დიდად ეხლა პოპულარული არ არის, მაგრამ მაინც ეხლა YouTube ითხოვს რა ერთ კომენტარს მაინც. ნუ დაინანებ და გავაკეთოთ change, ხო, მე თქვენთვის ინფორმაცია, თქვენ ერთი ლაიქი. აბა თქვენ იცით. ბედნიერი დღე. 528 მეგაჰერცი.